ლატვიაში ძალიან აცივდა მეგობრებო და აი ამ სიცივის ფონზე დილას ნახულობ აი ესეთ კარტს. აი ნახეთ, ბუნებრივი აირი გაძვირდება ევროპაში, მარაგები არ არის სავსე, იქ მიწოდებაში შეფერხებები იქნება და მოკლედ მთელი უბედურებაო ამას წერენ ქოცები და იმ კარდებს კი არ აკეთებენ, რომ უკრაინამ დაადუღა რუსეთის სტილოვანი ფლოტი 180-მდე გემი დააზიანა აზოვის და შავ ზღვებში. ანუ რუსეთის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტს რომ დაარტყეს უკრაინელებმა, ამაზეც კარდი არ აქვს. მოსკოვში რომ კილომეტრიანი რიგებია აი ახლა ამ წუთას ბენზინისთვის, ამაზეც კარტს არ აკეთებენ. ინდოეთმა რომ მიაწოდა ბენზინი რუსებს, მაგრამ იმდენად ძვირია, რუსები ფიქრობენ პორტში გადმოტვირთონ გემებიდან ეს ბენზინი თუ არა, არც ამაზე არ აკეთებენ. მოკლედ ევროპაში გაძვირდება ნამდვილად ბუნებრივი აირი ამ ზამთარში სუბიექტური, ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ევროპა გადაიტანს ახლა ამ ზამთარს 4 წელია ემუქრებიან რუსები თავის ქოცებიანა რომ გაიყინებით ამ ზამთარშიო, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, აი გაქოცებულო, გარუსებულო ქართველებო მართლა.